კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 14-ზე. უსაფუძვლო მოთხოვნა, როგორ აფასებს მმართველი გუნდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტს. 6 მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში და ამ ინვესტიციის მოსალოდნელი გავლენა ეკონომიკაზე. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს საღამოს დებატები გაიმართება უფლებამოსილების აღდგენა გარკვეული პირობებით. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასამბლეას წარედგინა. ქართული დელეგაცია არ ეთანხმება ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს, რომელიც არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ქეთი ქარდავა გვერდდება სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ამ წუთებში ხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თია წულუკიანი უკვე ესაუბრა გენერალურ მდივანს ამ ორივე შეხვედრაზე განიხილება ის დებატები და დოკუმენტი, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოამზადა და თია წულუკიანი უფრო მეც გვეტყვის დღის მეორე ნახევარში შეხვედრის შინაარსის შესახებ. ახლა კი იმის თაობაზე თუ რას ველოდებით დღეს. 3 საათზე სტრასბურგში ევროპის საბჭოში კიდევ ერთხელ შეიკრიბება მონიტორინგის კაბინეტი, მათ ეკნებათ უკვე მაგიდაზე ის მთავარი ანგარიში, რაც უნდა გავიდეს კენჭისყრაზე და დებატებზე დღის ბოლოს და იქნება კენჭისყრა ჯერ კომიტეტზე, ამის შემდეგ უკვე ისინი გადაინაცვლებენ მთავარ დარბაზში. რეზოლუციის პროექტი მოამზადა ორმა კომიტეტმა, მონიტორინგის კომიტეტის გარდა ამ თემაზე იმსჯელა წესებისა და პროცედურების კომიტეტმაც. ამ ორი დოკუმენტის შინაარსი იდენტურია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე დოკუმენტში ასამბლეის წევრებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს დელეგაციის მანდატების დადასტურება პირობებით და შეკვეცილი უფლებებით და აუცილებელია, რომ ეს პირობები, დათქმები საქართველოს ხელისუფლებამ აპრილის სესიამდე შეასრულოს. ჩვენ ვესაუბრეთ გივი მიქანაძეს, ქართულმა დელეგაციამ მოამზადა არაერთი ცვლილება, მათ ჩვენ მოვისმენთ დებატების მიმდინარეობისას. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ის ჩანაწერი, უმრავლესობა ჩანაწერის და მათ შორის შეფასებების ნაწილი, რაც არის რეზოლუციის პროექტში, არის არასამართლიანი, არაობიექტური, მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიებაა და აუცილებელია, რომ ამაზე ჰქონდეს ასამბლეას ის პოზიცია, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის და ამომრჩევლობის უმრავლესობის სურვილს და ამიტომ მათ მომხრე ამ მოსაზრებებს და პოზიციას ისინი გააცნობენ აუცილებლად დღეს ასამბლეას დებატებზე, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვინაიდან მიზანმიმართული პოლიტიკა არის წარმოებული ევროპის საბჭოში და ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარი არგუმენტები წარმოადგინონ. ქართული დელეგაცია ელოდება კენჭისყრის შედეგებს. მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტის პროექტში არის ასახული აბსოლუტურად სიცრუე და არარეალობა იმასთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, გამართულ არჩევნებთან და შემდგომში განვითარებულ მოვლენებთან. კიდევ ერთხელ იკვეთება კონკრეტული ძალების მიზანმიმართული პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მიღებული შედეგები მათ გამოაცხადონ, რომ მათთვის მიუღებელი არის გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მათ შეიმუშავეს პროექტი, რომელშიც ასახეს შეიძლება ითქვას სრული აბსურდი, რომელიც ეხება პირველ რიგში უპატივისმცემლობის პირდაპირ და აშკარა გამოხატულებას ჩვენი მოქალაქეების და ამომრჩევლის მიმართ და მათ ჩაწერეს, რომ აპრილამდე უნდა განისაზღვროს კონკრეტული ვადა თუ როდის ჩატარდება მორიგი არჩევნები და ჩვენ პრინციპულად ყველა შეხვედრაზე, ყველა საკომიტეტო მოსმენაზე თუ პლენარულ სხდომაზე ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომელიც არის პირველ რიგში პასუხისმგებელი
პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ 2028 წლამდე არანაირი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება. ასევე მათ დამატება გააკეთეს და ჩანაწერი გააკეთეს ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით აპრილის სხდომამდე. რაც ასევე აბსურდულია, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმე არის აღძრული, რამდენადაც ვიცი 27 პირთან მიმართებაში, ეს პროცესები არის დაკავშირებული კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებთან, რასთან მიმართებაშიც მიმდინარეობს გამოძიება და ნებისმიერი პირი, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვალდებულია რომ პატივისცეს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ამიტომ არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და ეს ჩანაწერიც კიდევ ერთხელ მიუთითებს მთლიანად ამ დოკუმენტის აბსურდულობაზე. ამის საპირისპიროდ ჩვენმა დელეგაციამ უცხოელი დეპუტატების მხარდაჭერით გუშინ წარადგინა 3 ცვლილება კონკრეტულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ჩვენ სამართლიანად ვითხოვთ ყოველგვარი დათქმების გარეშე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას, ასევე ვეთანხმებით ამ დოკუმენტს 3 მიმართულებაში, რომელიც ეხება ევროინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას, დეკემბერში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტიდან გამომდინარე პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებას, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები კონკრეტულ კანონმდებლობასთან მიმართებაში და რომ ჩვენ როგორც ადრე გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან. დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მათი კოლეგებისთვის ის განცხადება და ცვლილებები, რაც იქნება წარდგენილი დღეს დებატებზე, სურპრიზი არ იქნება, ვინაიდან 3 დღის განმავლობაში ისინი ყველა შეხვედრაზე, როგორც გითხრეს, ამბობენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას ხელისუფლება არ აპირებს. კიდევ ერთი ცვლილება ეხება ევროკავშირთან ურთიერთობას. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაახლოს ევროინტეგრაცია და არსებითი რეფორმები ამ მიზნის მისაღწევად. ლების თანახმად ქართულ დელეგაციას მიაჩნია, რომ განახლება გაგრძელებით უნდა შეიცვალოს. დღეს გივი მიქანაძე საუბრობდა ასევე ოპოზიციის როლზე, მათ მოქმედებებზე, აქვს შეხვედრებზე, იმ განცხადებებზე, რომლითაც დახურულ შეხვედრებზე გამოდიან და ასევე კოლეგებთან არაოფიციალური შეხვედრების დროს გივი მიქანაძე ამბობს, რომ მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია. ხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ დღეებში მრავლად არიან სტრასბურგში, ცდილობენ, რომ ყველანაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების იმიჯი. მიუხედავად ამისა, მათ ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინეს არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე არსებით ხარვეზებთან მიმართებაში და ამას ჩვენ ბევრი ჩვენი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნიდან გვეუბნება, რომ მოусმინეს მათ, მაგრამ რაიმე ხელშესახები ვერაფერი ვერ ნახეს. თუ რა გადაწყვეტილება იქნება გამომდინარე იქიდან, ჩვენ გვექნება კონსულტაციები თბილისთან და აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით და რა ფორმატში იქნება გაგრძელებული თანამშრომლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ერთი, რაც მნიშვნელოვანია და ცალსახაა, რომ ვერანაირი რეზოლუცია და ვერანაირი ორმაგი სტანდარტით მიდგომა ჩვენ უკან ვერ დაგვახევინებს იმ პასუხისმგებლობის განხორციელებისგან, რომელიც ჩვენ პირველ რიგში აღებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ქართული დელეგაცია ითხოვს ყოველგვარი დათქმებისა და წინაპირობის გარეშე უფლებამოსილების, ანუ მანდატების დადასტურებას და აღიარებას და ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ კონსტრუქციულ მუშაობას ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოსთან და საპარლამენტო ასამბლეასთან, რაც შეეხება არჩევნებს. დღეს ქართული დელეგაცია დარბაზშიც იტყვის და მონიტორინგის კომიტეტზეც, რომ მათი აზრით არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
იმ აბსურდულობიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს აქცენტს გივი მიქანაძე, ამბობს, რომ პირობების ნაწილი უბრალოდ ვერ შესრულდება და ეს შედგება კენჭისყრა, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს უფლებამოსილების საკითხს და ასევე საქართველოს მომავალ თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან. სტრასბურგიდან ქეთი ქარდავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სახელისუფლებო გუნდში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს და ახალი არჩევნების მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ და საერთაშორისო ზეწოლაზე საუბრობენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა, რასაც ეუთო ოდირის დასკვნაც ადასტურებს. სოფო ბერიძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, იცით რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად ინკლუზიური დიალოგის დაწყება ერთ-ერთი დათქმა გახლავთ სტრასბურგში მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც თავის მხრივ წინაპირობა იქნება საქართველოსთვის მანდატების დამტკიცების საკითხის განხილვისას უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ოფიციალური თბილისი ითხოვს, რომ ევროსტრუქტურებმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სამართლიანად და ობიექტურად მიიღონ და გაითვალისწინონ და პატივისცენ ქართველი ხალხის ნებას. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც უპირობოდ ითხოვდა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეჩერდეს, ახლა ამტკიცებს, რომ კმაყოფილები არიან იმ დათქმებით, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა წარმოადგინა და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია. კიდევ ერთხელ ევროსაბჭოს მხრიდან იმაზე ხაზგასმა, რომ უნდა მოეგოს გონს ხელისუფლება და აპრილამდე მისცა მას დრო, რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას დემოკრატიული საარჩევნო გარემო, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. აბსოლუტურად სამართლიანია ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებით წაუყენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმაციის თუ არა უფლებამოსილების ცნობას წინ, იმიტომ რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ევროსაბჭოს წევრი არის, ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის ევროპული სასამართლოსა და ეუთო ოდირის დასკვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს და დღეს ასაც ჩვენ ვხედავთ ის დისკუსია, რაც არის გაჩაღებული პასეში პირდაპირ უპირისპირდება სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტებსა და ეუთო ოდირის ანგარიშებს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ თუ საბოლოოდ იქნება ესეთი გადაწყვეტილება მიღებული, თვითონ პასეს დააზიანებს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად, ვინაიდან სწორედ იმ პრინციპებს გადაუხევს, რა პრინციპებსაც რეალურად ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდებოდეს თვითონ პასი. ყველაფერი შემზარავად მარტივია. იმდენად მარტივი, რომ ამაზე საუბარიც კი უხერხულია. მარტივია, რომ ყველამ უნდა სცეს ხალხის ნებას პატივი და ადამიანები, როდესაც ირჩევენ საკუთარ ხელისუფლებას, როდესაც არჩევნები ტარდება, თან დადასტურებულად ტარდება კონკურენტულ გარემოში, თავისუფალ გარემოში და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს, შესაბამისად ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას, რომ ისევ არჩევნები უკვე შემდგარია და ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ 2028 წელს შედგება. შესაბამისად ნებისმიერი დათქმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენი ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. დღესვე შეგვიძლია უთხრათ საპარლამენტო არჩევნების თარიღი, ეს არის 2028 წლის 28 ოქტომბერი, თქვენიც რომ საქართველოს არ განიხილავს ახალი არჩევნების საკითხად შეეხება გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს უნდა ეხაროს კენჭი, ჩვენ მაინც იმედიანად ვართ გაწყობილები, რომ საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა, ღირსება და მიიღება სამართლიან გადაწყვეტილებას და არაუსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტიკური და პარტიული დაკვეთა აქვს და თქვენ იცით, რომ ძირითადად ის პოლიტიკოსები და ის სახელმწიფოები აქტიურობენ, რომლებიც დიდი ხანია შეიმჩნევიან რადიკალურ ოპოზიციასთან მეგობრობაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატის საკითხი დღის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი ცნობილია, რომ მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ორი ვარიანტი და ერთის თანახმად მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე ოფიციალური თბილისი დაიწყებს ინკლუზიურ დიალოგს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამავე დოკუმენტში საუბარი
არის ადამიანის უფლებების დარღვევაზე, გამოხატვისა და შეკრების უფლებების პატივისცემაზე და საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგმას ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად. იცით, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატის შეჩერებას ქართული ოპოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკუთარ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ითხოვს. მადლობა სოფო ბერიძეს. უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოში მემორანდუმს, რომელიც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ითვალისწინებს, ხელი აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილები და პირდაპირ ინვესტიციების მოზიდვა, ასეთია მოლოდინი. უფრო დეტალურად, რასაც ხდებიან ბიზნესის წარმომადგენლები, ამას ნინო არღლიანი გვეტყვის. საქართველოს ხელისუფლებასა და ემარ ჯგუფ შორის გაფორმებული ხელშეკრულებას ისტორიულ მოვლენას უწოდებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იმ სექტორისა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ემარ ჯგუფმა საქართველოს საინვესტიციო რუკაზე მონიშნა. ბიზნეს სექტორის და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 6 მილიარდი ინვესტიციის განხორციელებას მოყვება უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება, უძრავი ქონების ბაზარს კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ასევე ბიზნეს სექტორი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ემარის შესვლას და მსგავსი რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას მოყვება სხვადასხვა ეკონომიკური სიკეთე, მათ შორის არის დასაქმება, მაგალითად 6 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას დაახლოებით 50,000 ადამიანის დასაქმება სჭირდება. გარდა ამისა, სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ ეროვნული ვალუტის გამყარებაზეც, რადგან როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ, ემარის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე. მე მგონია, რომ და სტატისტიკაზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ემარის შემოსვლით უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ქვეყანაში, სადაც ემარი შევიდა, მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ფასები გაორმაგდა, ტრანზაქციების რაოდენობაც გაორმაგდა. ეს არის ახალი ჯგუფი მომხმარებლებისა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი და უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება და დაბუსტვა თქვენ მოგეხსენებათ რა გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკაზე და როგორი ეფექტი აქვს. ეს აისახება როგორც სამუშაო ადგილების გაზრდაზე, ხალხის დასაქმებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის, კიდევ ერთხელ ხაზს ვუყურებ, მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა და ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი თითეული მოქალაქე. დეველოპერული სექტორი სოფლიო მასშტაბით თუ სადმე წარმატებული არის, ცხადია პირველ რიგში ჩვენ თავში აზრად მოგდის დუბაი და ზოგადად ემირატები. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი არა, ალბათ ყველაზე მთავარი და ყველაზე ბრენდული სახელი სწორედ ემარი გახლავთ და სასიხარულო, როდესაც საქართველოს ბაზრით დაინტერესდა აღნიშნული კომპანია. ვინაიდან ის მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, რას უნდა ველოდოთ? უნდა ველოდოთ ლუქსუს სეგმენტის საქართველოში განაშენიანებას, არქიტექტურული კუთხითაც ვფიქრობთ, სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება პირდაპირ უცხოური ინვესტიციაც ქვეყნის ეკონომიკისთვის არის კარგი და დასაქმებისთვის არის კარგი და გარდა ამისა ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს, ვინაიდან მოლოდინი არის მათ როგორც წესი ესეთ კომპანიებს ყოველთვის თანახლავთ საკუთარი სეგმენტი. ეს არის მაღალმხარჯვარულოვანი ტურისტები და ინვესტორები. ეს იქნება ის ბენეფიტი, რომელიც წესით მოთხოვნა უნდა გაზარდოს საქართველოს ბაზარზე და შესაბამისად საფასო პოლიტიკაც ალბათ უფრო გაძვირებისკენ წავა. ემარ ჯგუფთან მემორანდუმი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბიში გაფორმდა. ემარ ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ემარ ჯგუფის ინვესტიცია განხორციელდება როგორც დედაქალაქში, ისე გონიოში. პირდაპირ ეთერში ნინო არღლიანი საუბრობდა. 6 მილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა კახა კალაძემ, ქართული ოცნების გენერალური მდივნის განცხადებით, იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც დეველოპერული კომპანია ემარ ჯგუფი საქართველოში გეგმავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს ყოფილა.
საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია EMR Group-ი, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, დუბაიში ბევრია ნამყოფი, აბუ-დაბიში, ყველა ძირითადი შენობა ნაგებობა არქიტექტურული სილამაზით, სათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტებია. დაახლოებით 6 მილიარდი დაიხარჯება საქართველოში, თბილისში და აჭარაში სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაღალანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ჩართული იქნება ამ პროექტების განხორციელებაში ქართული კომპანიები და არ ვიცი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა და ძალიან მიამაყება როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რა თქმა უნდა ძალიან მიხარია როგორც დედაქალაქის მერს. 6 მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანია ოპოზიციისგან ხელისუფლების ოპონენტები არგუმენტების გარეშე უმსხვილეს საინვესტიციო მემორანდუმს ბლეფს უწოდებენ. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მათი ოპონენტების განცხადებები მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს დაახლოებით ისეთივე ბლეფია, როგორიც არის მაგალითად ის, რომ ანაკლის პორტი აქამდე უნდა აშენებულიყო. ხადია, რომ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია მეჭვებს იწვევს. მემორანდუმი რაღაცა არ არსებულ 6 მილიარდზე ინვესტიცია არ არის. მემორანდუმი არის ფურცელზე დაწერილი ოცნებების კრებული. დაშკვნას ვაკეთებ, რომ ეს ინვესტიცია არის ბლეფი, ასეთ რამ არ შედგებოდა. ამას მიმყარებს ერთი ის, რომ ეს მემორანდუმია და არა რაიმე ტიპის კონკრეტული კონტრაქტი. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მსხვილი ინვესტიციით შევიდა, არის გახდა ამ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების გარანტია. შესაბამისად, საქართველოში 6 მილიარდიანი უპრეცედენტო და ისტორიული ინვესტიციის განხორციელება არის ის სიკეთე, რომელსაც თითოეული ოჯახი ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავზე იგრძნობს. სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ სიკეთეს უპირისპირდებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელიც ისტერია მოიცვა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. აქედანაც კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები უპირისპირდებიან საქართველოს ქართულ ოჯახებს და ამ ქვეყანაში კეთილდღეობას, სტაბილურ განვითარებასა და საერთაშორისო ინვესტიციებს. ვინაიდან მათი მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს, განადგურდეს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, რასაც ვერ ეღირსება. 6 მილიარდი ჩემოა და განსაკუთრებულად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. და დიახ, თითოეულ ადამიანამდე მივა ეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციას და სწორედ ეს არის, რომ აგიჟებთ ამ ადამიანებს და ჭკუიდან გადაყავთ, რომ როდესაც ქვეყანა ძლიერდება, როდესაც ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, გაიზარდოს ადამიანების შემოსავლები და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ, რომ ბიზნესიც აწარმოონ და ურთიერთობებში შევიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იქნება თუ ერთმანეთთან, სწორედ ეს არის მათი საწინააღმდეგო, ამითი მათ იციან, რომ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, ვერ მოვნენ ხელისუფლებაში. ამხელა ვიზიტის შემდეგ, როდესაც მემორანდუმს ხელი ეწერება, როდესაც გამოდის ამხელა კომპანიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რომლებიც გარანტიას იძლევიან, რომ თანხები იქნება ჩადებული ჩვენს ქვეყანაში და ამას არ იჯერებენ. ზუსტად ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ არ დაიჯერონ, რომ ხვალმზე ამბობ. ოპოზიციისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხება დაუჯერებელი იყო, თუმცა დამარცხდნენ და არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ მიუჩინა ქართულმა ხალხმა ადგილი სრულიად სამარცხვინო ოპოზიციონერების განცხადებები, რომ ამხელა კომპანია თურმე რაღაცა სანქციებს არიდებს და თურმე ზღვის თაფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ის რაც კარგია საქართველოსი ცუდია ოპოზიციისთვის, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი ამ შეფასებებიდან გამომდინარე. ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერთან, სპორტის მინისტრთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაესწრო. მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70,000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში
სექტორებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში UEFA-ს ექსპერტები ჩაერთვებიან. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შედგა შეხვედრა ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ვეტერანი რაგბისტები, ფეხბურთელები, ასევე სპორტული ჟურნალისტები. აუხსენით თუ რა პროექტი ხორციელდება, ეს იქნება მულტიფუნქციური საერთაშორისო დონის მაღალი კლასის სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება. უახლოეს მომავალში უკვე უშუალოდ პროექტზე მუშაობა დაიწყება, 70,000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და რეგიონში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც განხორციელდება. ბიზნესმენის ტელეკომპანია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის ინტერვიუს რადიო თავისუფლებასთან, სადაც ის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრობს, საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა. ვრცელი სტატია გამოაქვეყნა მითების დეტექტორმა, სადაც ნათქვამია, რომ რუხაძემ 6 ყალბი ინფორმაცია გააჟღერა. საპასუხოდ ირაკლი რუხაძის მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტ მონიტორმა გადაამოწმა. მათი მტკიცებით ირაკლი რუხაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ყალბი არ არის და სიმართლეს შეესაბამება. საკითხი ნომერი 1. საქართველოს სამეზობლოში ერთადერთი მწვანე და სრულიად თავისუფალი ქვეყანა. ირაკლი რუხაძე აღნიშნულ მონაკვეთში ამბობს, ერთადერთი თავისუფალი ქვეყანა ვიყავით. მე მგონი Freedom House-ის მიხედვით ჩვენ სამეზობლოში ერთადერთი მწვანე ქვეყანა, სრულიად თავისუფალი წელს. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ირაკლი რუხაძე რეიტინგის წყაროს არა დაზუსტებით, არამედ სავარაუდოდ ასახელებს. საქართველოს მართლაც არის 2024 წელს სრულიად თავისუფალი ქვეყანა ატლანტიკური საბჭოს ატლასის მიხედვით. თან ეს ატლასი ზუსტად რომ მწვანე ფერს იყენებს თავისუფალი ქვეყნების აღსანიშნავად. საკითხი ნომერი 2. NDI-ის კვლევა და 85%-ის დამოკიდებულება რუსეთთან დიალოგის თაობაზე. ირაკლი რუხაძე ეფუძნება ადრე არსებულ კვლევას და მასზე დაყრდნობით აკეთებს განმარტებას. ფაქტ მონიტორი შეეცადა, რომ მოეძიებინა როგორც დღეს მოქმედი, ისე ადრინდელი კვლევის შედეგები, რათა საკითხი სრულად გადაემოწმებინა. შედეგად მოიძია 2016 წლის ნოემბრის NDI-ის კვლევა, რომლის მიხედვით გამოკითხულების 81% ჯამში ან პრორუსულია, ან პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უნდა 54%-ს, რაც ავტომატურად რუსეთთან დიალოგსაც გულისხმობს. ისე თუ რამდენად რელევანტურია დღეისთვის აღნიშნული კვლევა, ცალკე განხილვის საგანია. IRI-ის კვლევების მიხედვით კი რუსეთთან დიალოგს უკრაინის ომამდე ზოგ წელს 85%-ზე მეტიც კი უჭერს მხარს. უკრაინის ომის შედეგად კი 50%-ზე მეტი უჭერს მხარს დიალოგს. საკითხი ნომერი 3. ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობისთვის. დასახელებულ თემაზე ირაკლი რუხაძემ ინტერვიუს დროს განაცხადა: არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, NDI-ის კვლევებით რამდენი პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში შესვლა. იყო 2016-ში 3%, ახლა 7%. კვლევაში აღნიშნულ თემაზე კითხვა მართლაც ეხება სწორედ ამ საკითხის მნიშვნელობას გამოკითხული პირისა და მისი ოჯახის. კერძოდ 2023 წლის NDI-ის კვლევაში კითხვაზე ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხად ევროკავშირში გაწევრიანება დაასახელა 7%-მა, ხოლო 2016 წლის NDI-ის კვლევაში ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა მხოლოდ 3%-მა. საკითხი ნომერი 4. მოლდოვაში ტელევიზიების რაოდენობა. ირაკლი რუხაძემ ინტერვიუში თქვა, მოლდოვაში არის 2 ტელევიზია, სახელმწიფო 1 და სახელმწიფო 2. მე რომ გავალ დაგუგლეთ ლათინური ასოებით Moldova TV, შედით ვიკიპედიაში. ამას თუ გააკეთებთ და საიტზე ნაციონალურ არხებს გახსნით, რომლების ნახვაც მთელ მოლდოვაში შეიძლება, გამოვა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული Moldova 1 და ამავე მფლობელობაში არსებული Moldova 2. ასევე თურქულენოვანი არხი, რომელიც გაგაუზიაში მაუწყებლობს. ამასთან ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია 2023 წელს 5 ტელეარხის Horizon TV, ITV Prime, Publica TV, Kanal 2 და Kanal 3-ის დახურვის შესახებ და მიზეზად მათ მიერ ადგილობრივი არჩევნებისთვის შეფერხებების შექმნაა დასახელებული. საკითხი ნომერი 5. ნატოში ინტეგრაცია როგორც ევროკავშირის წევრობის წინაპირობა. ირაკლი რუხაძის პოზიციით 11 ქვეყანა მიიღეს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპიდან, ყველაჯერ ნატოში მიიღეს და მერე მიიღეს ევროკავშირში. ეს სიმართლეა. მეტიც კიდევ 4 ქვეყანა უკვე მიღებული ნატოში, აღმოსავლეთ ევროპიდან, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი, რომლებიც ჯერ მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატები არიან. ამდენად რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, საიდანაც არავინ მიუღიათ ევროკავშირში ნატოს წევრობის გარეშე. ყურადსაღებია, რომ ჟურნალისტს არ უკითხავს იმ 6 ქვეყნის შესახებ, დასავლეთ
დასავლეთ ევროპიდან, რომლებიც არ არიან ან არ იყვნენ ნატოს წევრები: ავსტრია, ირლანდია, მალტა, კვიპროსი, ფინეთი და შვედეთი. მაგრამ ეს ამ ქვეყნების არჩევანია და ნატომად დიდი ხანი ეპატიჟება თავის რიგებში. ზოგს წნეხის ქვეშაც კი რომ გააწევრიანონ, ამიტომ ფინეთი და შვედეთი მიიღეს ნატოში განცხადებიდან მცირე დროში. საქართველო ამ დასავლეთ ევროპის ქვეყნების სიტუაციაში არაა, მას ნატოში არავინ ეპატიჟება. ნამდვილად ირაკლი რუხაძის საუბარში იკითხება მისი პოზიცია და არა დარწმუნებითი საუბარი, რომ ნატოში საქართველოს გაწევრების გარეშე ევროკავშირის წევრობა იქნება რთული. საკითხი ნომერი 6. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საკუთარი მოქალაქის დასანქცირება. ინტერვიუში აღნიშნულ თემაზე საუბრისას ირაკლი რუხაძე განმარტავს: მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს, იმიტომ რომ სანქციის აზრი იკარგება და აგეხსნით რატომ. ძალიან საინტერესოა სანქცია როგორი ტიპის ინსტრუმენტია. შეიძლება სხვა ქვეყნება დამასანქცირონ, ამერიკამ ვერ. სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. მან მე შემდეგში აღნიშნა, რომ მას შეეძლებოდა ამერიკის სასამართლოში გასაჩივრება და ესაა ზუსტად რატომაც არ ასანქცირებენ ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს. თუ ეს მოქალაქე ასევე რაღაც სხვა სისხლის სამართლის დამნაშავეც არაა თან და ამიტომ ამერიკის სასამართლოში მისი მოხვედრა არ უჩენს პრობლემას ამერიკის მთავრობას. ეს კონდიცია რუხაძეზე არ ვრცელდება და ამიტომ ამერიკა მას არ დაასანქცირებს. საინტერესოა, რომ მითების დეტექტორის მიერ ამ საკითხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ეხება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი და მისი საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურის მიერ ფინანსური სანქციების დაწესების საკითხს. განსხვავებით ირაკლი რუხაძის პოზიციისგან, მართლაც იძებნებიან ამ ბაზაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ვხვდებით თუ გადავამოწმეთ მაგალითად ორ პირს: მანსორ არბაფსიარსა და ბლანკა მარგარიტა საზარეს სალაზარს. მნიშვნელოვან ასპექტს დავინახავთ. თითოეულ მათგანს სიგულისხმება ფიზიკური პირები აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, მასადამე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობასთან ერთად ამ შემთხვევაში მექსიკის მოქალაქეობა და ბ. თითოეულ მათგანს ბრალიერება დანაშაულის ჩადენაში. პირველ შემთხვევაში მკვლელობის გამო საუბარია 25 წლიან პატიმრობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლის მიზნით ირანელ სამხედრო ჩინოვნიკებთან შეთქმულების გამო და მეორე შემთხვევაში ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში. სტატია ეფუძნება ცალკეულ კვლევებს, რომლის გადამოწმებაც მარტივად შესაძლებელია. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გამოშვებას. ხატია დეკანოიძე ერთ-ერთ Facebook ჯგუფში მითითებას გასცემს, რომ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტონ. ამის მიუხედავად ოპოზიცია ამბობს, რომ აქციების ორგანიზების უკან თავად არ დგანან. სახელმწიფო გუნდის შეფასებით კი ხატია დეკანოიძის პოსტი იმის დასტურია, რომ აქციების უკან სწორედ ოპოზიცია დგას. სერბეთის მაგალითზე მოვემზადოთ, დავგეგმოთ და უნდა გადავკეტოთ მნიშვნელოვანი მაგისტრალები. ეს არის პროტესტის ფორმა, რას ფიქრობთ? როგორც არ უნდა იყოს ცელობა ქართული ეთნების მხრიდან, ვინმეს დააბრალოს ამ აქციების ორგანიზატორობა, თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ ამ აქციებს ყავს ერთადერთი ორგანიზატორი, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიები ახლა ჩართული ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ამ აქციაზე. ალაგებული მაქვს თავში რა შეიძლება შევაფასო, რა არ შეიძლება შევაფასო, მგონია რომ ხატია დეკანოიძის სტატუსების შეფასება ჩემი საქმე არ არის. მე მგონი არ ვწდები. ეს აქციები არის თვითორგანიზებული თუ ამ აქციების უკან დგას ოპოზიცია? ეს აქციები არის თვითორგანიზებული. ეს არის ნაცების აქცია, ეს არის ნაცების ჯგუფი და სცენარი, ყველაფერი რაც ხდება, ასაც ეს ადამიანები გეგმავენ, ეს არის ნაცების დაგეგმილი და ნაცების დაკრულზე ცეკვა. ის კეკულუცობა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს, თითქოს ემიჯნებიან ნაცებს, ამიტომ თავიდან ბოლომდე ნაცების საქმის კეთება სურთ, რა თქმა უნდა, არის ფარისეულობა და სიმართლეს ჩვენ საზოგადოებას ვერ დაუმალავენ. თან თითქოს რცხვენიათ ნაცობა და ამ დროს არიან მოწინავე ნაცების სინამდვილეში და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეც შეცდებიან, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მით უფრო მტკივნეულ პასუხს გასცემს მათ ქართველი ხალხი. აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაცი ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის ტოპ კონტრიბუტორი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრჯერ ხშირად პოსტავს მასავე ჯგუფში, დავალებებს აძლევს თურმე და ამ დავალების შესაბამისად ეს ადამიანები მოქმედებენ, მაგრამ მერე გამოდიან გარეთ და საუბრობენ, რომ ნაცებს ვერ იტანენ. კიდევ ერთი მაგალითია, რომ ამ დაორგანიზებული ძალადობების უკან კოლექტიური ნაცმოძრაობა დგას, მათ შორის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ამაში ყველაფერს შეერის ხატია დეკანოიძე და ეხლა ეს თვითორგანიზებულობა, გაბრაზებულობა და სხვადასხვა სახელის და დასახელების მარშები, რომ აბსოლუტური ფარსი და აბსოლუტური ტყუილია, კიდევ ერთხელ დაუდასტურდა. ასეთი მოწოდებები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მატერიალურ სახეს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ მართავდა ამ პროცესს, ვინ აფინანსებდა, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ხიათ
აფინანსებდეს სხვადასხვა ფონდების საშუალებით ამ აქციებს, თავად აწყობდნენ გაფიცვებს და ასე შემდეგ, რატომ რომ ქვეყანაში შეიქმნას როგორმე პოლიტიკური და რაც ყველაზე სამწუხაროა ცდელობა არის რომ შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ამ პოსტში ძალიან კარგად გამოჩნდა მატერიალური სახე და დიდი ხანია ამ აქციების უკანასკნელი მოძრაობის ყურები მოჭრას. საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიერ მზიან მაღლობელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდის სასამართლო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა დაფასებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას მზიან მაღლობელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. საფრანგეთის ელჩი კი მის გათავისუფლებას ითხოვს. ქრონიკამ გერმანიის და საფრანგეთის საელჩოებს მიმართა კითხვით, რა რეაგირება მოყვებოდა მათ ქვეყნებში მსგავს ფაქტს. ჟურნალისტი მზიან მაღლობელის შემთხვევა ძალიან ცუდი ფაქტია. ევროკავშირის ელჩები შეხვდნენ ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებსა და მის იურისტებს. მის წინააღმდეგ წაყენებული მუხლები და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესთან, ბათუმელებთან, ეთერ თურაძესა და ნეტგაზეთთან მზიან მაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს ნაცვლად იმისა, რომ მას იცავდნენ. მოუწოდებთ უკანონო დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ. ევროკავშირი მზიან მაღლობელს შიმშილობის მე-17 დღეს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის მთავარი ღირებულებებია. არ დაგვაუწყდეს როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მაგალითად ყვითელჟილეტიანების თუ ნარინჯისფერჟილეტიანების აქციების დროს, სადაც ათასობით ადამიანი დააკავეს. შესაბამისად, როდესაც სტანდარტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის, რომ ადამიანები, რომლებიც ცილოსაზნეა სამართალდამცავ სისტემას და თავს ესხმიან, მათ მიმართ კანონი არის ძალიან მკაცრი, ზუსტად ანალოგიურად სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან გავს კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეში და კონკრეტულად სასამართლო საქმიანობაში პირდაპირ ჩარევის მცდელობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდოთ, რომ დაანებონ ასეთ განცხადებებს თავი. ჩვენ არ გვეკეთები არც ერთი განცხადება, როცა პოლიციელების წინააღმდეგ იყვნენ დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები, ახლახან სახელმწიფოზე გერმანიის მოქალაქეები და ასე შემდეგ. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს ყველა ქვეყანაში პოლიცია არის ხელშეუხებელი, მათ შორის ამერიკაშიც, ევროკავშირშიც, წევრ სახელმწიფოებში და ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, თუმცა ევროკავშირი ნაცვლად იმისაა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, მოუწოდებდეს სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, შემცირდეს დაძაბულობა, სამწუხაროდ საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებითაც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოვებას. ხანძარი ლილოში ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე ხანძრის კონკრეტული კერების დამუშავება მიმდინარეობს. ცეცხლი გუშინ ლილოში საბითუმო მაღაზიების საწყობებს გაუჩნდა. ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 22 ავტოცისტერნა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგეს. სარალი ძალიან დიდია, დაგვეწვა საწყობი, ხელოვნური ყვავილები ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ დენს გაუჩნდაო და არ ვიცი, ჩვენ არ გვინახია. იმ წუთას საწყობში არ ვიმყოფებოდით. თავიდან გაჩნდა ბოლი და შემდეგ ეგრევე ცეცხლი წაეკიდა, აი წუთებში, წამებში. ჩვენი საწყობი 100 კვადრატული იყო და მან ხალხს ძალიან დიდი საწყობებიც ჰქონდა და ძალიან დიდი, ანუ ყველა იყო საბითუმო. მაღაზია კი მაქვს აქ, მაგრამ როგორც ასეთი მუშაობით არ ყოფილა. საწყობი დავალაგეთ, წავედი სახში და 20 წუთში დამირეკეს, რომ ხანძარი არის ლილოში და ჩამოვედი. რას გეუბნებიან, როდის შეგიშებთო? არაფერი, არავინ არაფერს არ იცახს, არის. თბილისის განვითარების ფონდმა ფიროსმანის ქუჩის 29 ნომერში არსებული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. შენობა, სადაც ნიკო ფიროსმანის მუზეუმიც მდებარეობს, მე-19 საუკუნის ბოლოს არის აგებული და ის ისტორიული ძეგლია. თბილისის მერის თქმით, სამუშაოების შესრულებას 18 თვე დასჭირდება. განხორციელდება საძირკვლისა და კედლების აღდგენა გამაგრების სამუშაოები, ფასადების აღდგენა, მოწესრიგება მათი პირვანდელი სახით, რა თქმა უნდა, ყველა თითეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება, თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი არის. ასევე ეზოს ნაწილში არსებული ამორტიზირებული და დაზიანებული ხის დეკორატიული ელემენტისა და შუშაბანდების პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება. მე გაჩვენებთ თქვენ ფოტოებს თუ რა მდგომარეობა დღეს როგორ გამოიყურება აღნიშნული შენობა ნაგებობა. არის ავარიული, არის უმძიმეს მდგომარეობაში და გაჩვენებთ ასევე რეაბილიტაციის შემდეგ თუ როგორი იქნება
აღნიშნული შენობა, ეს არის გარე ფასადი, ეს არის ეზოს შიდა მხარე. უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202 საჯარო სკოლის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან. შეხვედრას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მერვე წელია აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტში უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით ინტერრელიგიური კალენდარი და ძველი აღთქმის კანონიკური წიგნი. უკვე დაბეჭდილ 5 წიგნს წელს დაემატა ბიბლიის მე-6 წიგნი. დღეს გამორევით ფაქტურად წლები ორი პროექტი ერთდროულად როგორც ინტერრელიგიური კალენდარი ასევე ძველი აღთქმა და 2020 წლიდან უკვე ძველი აღთქმა იბეჭდება ყოველწლიურად ბრაილის შრიფტით. ეს თავისთავად უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე რომ მე შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო რომ მსგავსი სახის პროექტი არც ერთ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს. უსინათლო ადამიანები ვგრძნობთ თავს დაფასებულად, მნიშვნელოვნად და კარგი პრეცედენტია სხვა კიდევ სხვა ორგანიზაციებისთვის, რომ ეს იყოს მათთვის მაგალითი, როგორ შეიძლება უსინათლო ადამიანს გაუმარტივო და შეუმსუბუქო ყოფა. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში დაუბრუნდებით ზუსტად 16 საათზე. დროებით.